მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას თეზისი, მე ნიკა ლაშხია ვარ, გადაცემა თეზისის ავტორი და წამყვანი, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია, მწერალი გური ოტობაია, მოგესალმებით ბატონო გური. ძალიან დიდ მადლობას გიხდი, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას, ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი ხარ და ძალიან საინტერესო თემებზე გვიწევს ხოლმე საუბარი. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა წარვადგინო წიგნები, ამ წიგნზე ჩვენ ვისაუბრეთ. ამ გადაცემაში ეს არის გური ოტობაიას სიცოცხლე მიჟილი რომანი, რომელიც გამომცემლობა საარმა გამოსცა, წიგნის რედაქტორია ელზა მეტრეველი. ასევე ჩვენ ამ გადაცემაში ვისაუბრეთ ამ წიგნის მეგრული პოეზიის ანთოლოგიაზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო გამომცემლობა ივერიონმა გამოსცა. პროექტის ავტორია გური ოტობაია, პროექტის მენეჯერი ური გოგუჩია, რედაქტორ კონსულტანტები როინ მეტრეველი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, აპოლონ სილაგაძე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიკოსი გახლავთ. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აი ამ კრებულზე, პოემა გვიმარაზე, რომელიც გამომცემლობა ივერიონმა გამოსცა, რედაქტორი წიგნის არის გონელი არახამია. აი ამ წიგნზე მოგვიწევს საუბარი და ასევე პოემა ჰოუნანა, აი ამ ორ კრებულზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში, რედაქტორია მარიამ ფეტელავა. მარიამი თვალსწრაფი თქვენი ქალიშვილია, ხო? ძალიან კარგი. მოდი ჰოუნანაზე დავიწყოთ საუბარი. როდის დაიწყეთ ამ პოემაზე მუშაობა და რამდენ ხანს გრძელდებოდა და რა იყო, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული და გამოვიდა თუ არა ისეთი, რაც თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული, როდესაც ამ წიგნზე დაიწყეთ მუშაობა? ნიკა ბატონო, ჯერ პირადად ისე პირდაპირ მირჩევნია, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შემოგწიროთ იმ ყურადღებისთვის, რასაც თქვენი ტელესტუდიայի ჩემს მიმართ ძალიან მოვშინაურდი და ამისი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას შემოვწირა მის ხელმძღვანელობას პირადად თქვენ. რასაც ქვია საეთერო სივრცე, რადიო სივრცე, მე ბედნიერება მქონდა, რომ წლების განმავლობაში იგივე ყურადღება მქონოდა 10 ნათისგან. იქ არის ერთი კარგი ქართველი ჩვენი ძმა მეგობარი გია ხასია. იქ რამდენიმე ათეული ლექსი ჩაიწერა და ეს ლექსები სისტემატურად ჟღერდებოდა ამ სტუდიის მეშვეობით და მე მეკითხებოდნენ ხოლმე მძღოლები, დილაუთენია იყო ხოლმე ჩართული 3-წუთიანი, 5-წუთიანი გადაცემა და პოპულარული გამხადა გია ხასიას 10 ნათმა და იგივეს მიშვება თქვენი ოდიში და კონკრეტულად თეზისი თქვენი გადაცემა და მე მიხარია ეს ყველაფერი იმიტომ კი არა რომ ჩემზე ასაუბარი. საერთოდ მე ვნახე უამრავი ისეთი საინტერესო პიროვნება წარმოდგენილი, რომ მათ გარეშე კოლხური და მეგრული კულტურა და ქართული კულტურის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელი არის. დიდი მადლობა. ახლა რაც შეეხება იმ საკითხს, რასაც გემბძანებთ, მოდი რა ჩვენ ცოტა პატარა შორიდან დავიწყებთ. გავაკეთე მე ეს პროექტი, რასაც ქვია მეგრული პოეზიის ანთოლოგია. ჩვენ დიდი დრო მოვანდომეთ ამ პროექტის განხორციელებას, მეხმარებოდნენ მეგობრები და მე გავაკეთე ისე, რომ ეს პროექტი ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ. მათი გრიფით იყო წარმოდგენილი. და ეს მივანიშნებელი იყო მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ეს არ იყო რაღაც ორღობის გადაწყვეტილება, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი გახდა და ამისთვის უზარმაზარ მადლობას უწირა მე მეცნიერებათა აკადემიას, უშუალოდ ბატონ როინ მეტრეველს და ყველა იმ პიროვნებას იგივე გონელი არახამია, რომ ძანეთ თქვენ ავთანდილ არაბული და ასე შემდეგ. კიდევ სხვაებიც ჩვენ დიდი ტრიბუნა დაგვეთმო და მეგრული პოეზიის ანთოლოგია ძალიან დიდი სიყვარულით და დიდი ყურადღებით იქნა აღებული და ათვისებული ეს სივრცე, მაგრამ ჩვენ აქ რა თქმა უნდა არ გავჩერდებოდით და არც გავჩერებულად, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი იყო სრულფასოვნად წარმოგვედგინა ქართული პოეზიის ასავალ-დასავალი, მარტივად რომ შეიძლება ვთქვათ.
10-ზე მეტი დასახელების ანთოლოგია არის გამოცემული სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ავტორის მიერ, პროექტის ავტორის მიერ და სხვადასხვა მიმართულების. აქედან ორი მაინც ყველაზე გამოკვეთილია, ეს არის ნეტარხსენებული მურმან-ლებანიძის გამოცემა, ქართული პოეზია დაარქვა და შედევრები. ეს არის ორტომეული. და მერე კიდევ არის ასეთი ახალგაზრდა კაცი არის ვაჟა ოტარაშვილი. ნიჭიერი კაცი არის, სხვადასხვა თქვენი ლექსიც არის იქ დაბეჭდილი. ეს წლების წინ იყო ეს ანთოლოგია. აი ეს ორი ძირითადი ანთოლოგია შეიძლება მსჯელობის საგნად გამოგვეყენებინა ჩვენ. რატომ ახლა? პირველი ანთოლოგია მთავრდება იქ, სადაც ესე იგი ახალგაზრდული თაობა იწყება. მეორე ანთოლოგია იწყება 78 წლიდან, როცა ეროვნული მოძრაობა აღზევდა ჩვენში. ამის შემდეგ მე ანთოლოგია გაკეთდა რაღაცა პატრიოტული ანთოლოგია, მაგრამ ეს ვერ ამოწურებდა თემას, იმიტომ რომ მხოლოდ მურმან-ლებანიძემ სცადა რომ პოემების დაბეჭდილიყო აი ამ ანთოლოგიაში შედევრები რომ მოწოდა. იქ ვაჟას პოემებია, რამდენიმე პოემაა დაბეჭდილი, ბარათაშვილის პოემაა დაბეჭდილი, აკაკის პოემაა დაბეჭდილი. ხოლო ვეფხისტყაოსანი დაბეჭდილია ფრაგმენტების სახით. ჩვენ ხომ ტრადიციულად ვიცით ანდერძი, წერილი დავუშვათ ვეფხისტყაოსნიდან და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს სრულფასოვან წარმოდგენას ვერ ქმნის კითხვებზე. აი ასეთი დამოკიდებულება, რაღაც ფრაგმენტულია. ამასთან იგნორირებული არის საკმაოდ ჩემთვის და საუხერხულობა იგივე მეგრული პოეზია რომ გამოვეცით. იმისი გამოძახილიც არის. იქ გათვალის მაგალითად ასეთი ლექსი. ჩვენ ვიცით ქართული ფოლკლორიდან მზედედა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, სავსე ვარსკვლავები დედაზმაა ჩვენი. მაგრამ აქ არ ჩანს საიდან მოდის ეს, საიდან მოვიდა ეს ლექსი. ეს არის მეგრული ლექსი. ფშადიდარეჩკიმი, თუთამომაჩკიმი, ხვიჩა მორიცხები, დადოჯიბაჩკიმი. რატომ ვართვევთ ამ კუთხეს, ამ ლექსის რა საქართველოს დააქცევდა ვითომ რომ ჩვენ მიგვენიშნებინა რომ ეს მეგრულიდან არის მოტანილი. რას უზამდა საქართველოს ეს დავუშვათ. ჩვენ ესე იგი დავიცავით ეს აი იგივეა დავუშვათ სვანურ პოეზიაშიც. გენიალური ლექსები გვაქვს და გენიალურად თარგმნა ბატონმა დავით წერედიანმა. ჩვენ აი ეს ხარვეზები რომ შეგვებსო მეგრული 250 ლექსი თარგმანის სახით, სვანური პოეზიის თუ კი რამეა წერედიანისეული თარგმანები ეს შევიტანეთ, ლაზური პოეზიის ნიმუშები შევიტანეთ თარგმანების სახით, წარმოგიდგენიათ აფხაზურიც შევიტანეთ, რადგანაც აფხაზეთი როგორც დამოკიდებულებას არ უნდა გქონდეს დღეს ჩვენ კონსტიტუციურად ჩვენ ერთი სახელმწიფოებრივი რეფერენდუმის გზით თვითონ აფხაზებმა აღიარეს ერთიანი საქართველოს იდეა. ეს ჯერ კიდევ ზვიადის დროს ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. მერე ჩვენი თაობები აღიზარდნენ აფხაზური პოეზიის ნიმუშებზე და განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ესე იგი გენიალური პიროვნება არის თავად ჯემალ აჯიაშვილი, მან თარგმნა ნართები. ეს არის უზარმაზარი ფოლკლორული სივრცე, ძეგლი, ლიტერატურული ძეგლი. სხვადასხვა ნართების თემატიკა მთელი კავკასიელი ხალხისთვის არის დამახასიათებელი ოსებისთვის, ჩეჩნებისთვის, ინგუშებისთვის, ყაბარდო-ბალყარელებისთვის. ანუ ჩვენი კონტურები, ჩვენი შორეული წარსულის ერთიანი სხეულის კონტურები იკარგებოდა და ახლა მე კაცი, რომელიც საკმაოზე მეტად ვარ ჩახედული ამ ძირებში და მეშუმერულ პოეზიასთან მომეცა საშუალება ჩვენი არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ძეგლებით და შუმერული პოეზიის ყველაზე დიდი ნიმუში, რასაც ქვია გილგამეშიანი. უკვე ხელთა გვაქვს, ჩემთვის უკვე ყველაფერი გარკვეულია. ქართული სულიერებისა და ქართული სხეულის აღნაგობა ჩემთვის ნათელია და ამის შესაძლებლობაც გავაკეთე ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელსაც ასე არ ქვია. ქვია იბერიული პოეზიის ანთოლოგია. და ამით მე მივანიშნე, რომ ჩვენი სივრცე ცოტა უფრო მეტის მომცველია. გარდა კავკასიისა ჩვენი სისხლსი მთელი ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრობს იგივე და ეს რა თქმა უნდა იქნება იქ ნაჩვენები, ხო, რომ კავკასიის სივრცეს ჩვენ ამის ხაზს არ უსვამთ, ზედმეტად არავის გავაღიზიანებთ, რომ
ჩვენ კულტურულ ავტონომიაზე გვაქვს საუბარი, რომ აი ქართული ცნობიერება საკმაოდ ფართე არეალისაა, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია ჩვენ. და აი ამისი ჩვენება მინდა ლიტერატურული ფორმით. ამის გამო ვინმეს ტერიტორიებზე პრეტენზიებს კი არ უცხადეთ ან სხვა რამეს. ჩვენ კონკრეტულად ვამბობთ, რომ ქართული ცნობიერება, ქართული ლექსი, ქართული აზროვნების დონე და სივრცე გაცილებით ფართეა, ვიდრე დღეს არის იქ შემოზღუდული. აი რუსთაველი რომ დავუშვათ თელს პლანეტას გადაწყვეტა ინდოეთს, მულღან ზანზარს და ნუ რა ვიცი რა ჩინეთია იგივე ხო და არაბეთს. აი ამას კი გადაწყვეტა, მაგრამ ამასობაში ევროპა დაგვიკარგა. საიდანაც ჩვენი წარმომავლობა იქ არის უფრო, იმიტომ რომ პროტოიბერიული ჯიში და ჯილაკი აღავსებდა მთელს ევროპის კონტინენტს. და იმათი წარმოგიდგენიათ ახლა დავუშვათ გელური ენა, რომელიც მკვდარი იყო და ის აღადგინეს ირლანდიელებმა. ირლანდიაში ახლა თავიანთი ენა კუთრეთით არის ამოღებული. პროტოიბერიული იყო ჩვენ. აჩუ ქვია ცხენს. რაღაც ძნელი მისახვედრია აჩუ რა არის კარტულად, ხო? ისეთი უამრავი შეხვედრებია. მე რომ ჩაუღრმავდი ჩემო ნიკა ძირფას სკანდინავიური ეპოსის, ერთ-ერთი ეპოსის, რომელსაც უფროსი ეძაქვია, იქ იმდენი პარალელების გავლება ქვია იგივე ოდინი. აი, ჩემი, ახლა მივედი ჩვენ ამ პოემამდე. თქვენ ხომ თქვით ოდოიაზეა საუბარი, ხო? ოდოია როგორც ასეთი მე არ გამომიგონია. არსაიდან არ გამომიგონია, იმიტომ რომ ის დროსა და სივრცეში არსებობდა როგორც შუმერული პოეზია იყო თიხის პირპიტებზე წარწერილი და დამარხული იყო კაცობრიობის. სანამ არ მივიდა არქეოლოგები მივიდნენ ამასთან და ესე იგი წაიკითხეს და აღმოჩნდა რომ შუმერულ ცივილიზაციაში 3000-4000 წლის წინათ გილგამეშის ეპოსი არსებობდა. რომელშიც ესე იგი მოთხრობილია სამყაროს აგებულებაზე, გმირობებზე და ეს გილგამეში თანამედროვე ცივილიზაციის მეშვეობით იგივე ჰერაკლეს პროტოტიპია. ჰერაკლე არის მისი ტუბისცალი. უბრალოდ სახელია შეცვლილი, მაგრამ გმირობებს ჰერაკლეს ჩასდის. იგივე ლომების დახშობის ამბავი. ასე ამოიღლიავებული ყავს გილგამეშს ერთ-ერთი სკულპტურის მიხედვით ლომი და ახლა პარამეტრებში შენ უნდა მიხვდე. რამხელა აღნაგობის უნდა ყოფილიყო გილგამეში რომ კატასავით ყავს, ესე იგი ლომი მომხრჩალი. გამიგეთ? ახლა მე როდესაც ასეთი ამდენი მასალა დაგროვდა ჩემო ნიკანო ახლა მსოფლიოში საკვანძო ლიტერატურული საკვანძო ადგილი მაინც ტროას ომი ითვლება. მიიჩნევა უბრალოდ ითვლება ცოტა რუსული. გამიგეთ ეს კალკირებაა და ნუ მეც ბუნებრივია იქიდან მოვდივარ მემკვიდრეობით და მის დაუნებრა წამოსდება ხო? ტროას ომზე 5 საუკუნით უფრო გვიან მოხდა ტროას ომი ჰომეროსის სანამ აღწერდა ამას. ჰომეროსი ვიდრე ამას აღწერდა. და ეს მითოლოგიის სახით არსებობდა. ნუ ბუნებრივია. დედამიწის ყველაზე დიდი პოეტი არის ჰომეროსი. ამაზე არსებობს ლიტერატურული მიდგომები. ამაზე არ კამათობენ. არა, არ კამათობენ კი არა, საუბედუროდ საკამათო გახდა, იმიტომ რომ ახლახან ამერიკაში ვიქტორინა ჩატარდა 100 ცნობილი სპეციალისტი დასხდნენ ბატონო ჩემო და უნდა გამოვლენილიყო ვინ იყო, არა, უნდა დასახელებულიყო 100 საუკეთესო მსოფლიო მწერალი. იქ ჟანრობრივი მიდგომა არ იყო. გნებავთ პოეტი ყოფილიყო, გნებავთ პროზაიკოსი. და პირველი ოცეული ასეთნაირად განლაგდა, რომ პირველ ადგილზე მსოფლიო მეცნიერებმა პირველ ადგილზე სერვანტესი დაასახელეს დონ კიხოტი. ხოლო ოცეულში მოხვდა მე-19-ში თუ მე-20 ადგილას ჰომეროსის ილიადა. ნუ ბუნებრივი ახლა იმათ ვერ დასამრე, რომ გაუნათლებელი ხალხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმათ წაკითხული არა აქვს ჰეგელის ესთეტიკა, წაკითხული არა აქვს არისტოტელეს პოეტიკა, ან და თუ აქვს წაკითხული ცოტა სხვანაირად აქვს წაკითხული, იმიტომ რომ მათი მიდგომა ნაწარმოების მიმართ მხოლოდ ლიტერატურული, აი სიუჟეტური და მომხიბლობის კუთხით არის, მაგრამ აი როგორც არქიტექტორი მიუძღვება დავუშვათ იგივე სკულპტურული კანონზომიერების შენობის აღნაგობას, აი ამ კუთხით არ არის შეფასებული. ეხლა წარმოვიდგინეთ ჩვენ ნაწარმოების აუცილებელ პირობად
მიიჩნევენ ესთეტიკოსები, ჩვენ რომ კრიტიკოსებს ვეძახით, ასე ქვია ესთეტიკოსები, მიიჩნევენ ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობას. აი ნაწარმოებს, რომელსაც ეს ახასიათებს, მე არისტოტელე მიუთითებს, რომ ჰომეროსის ილიადა მიუხედავად იმისა, რომ მართლაც დიდი ნაწარმოებია, აქ გარკვეული ნაკლი. და ეს ნაკლი არის ის, რომ ის რამდენიმე დიდი ამბისგან შედგება. და ის მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში უფრო სრულყოფილი არის ტრაგედია, რადგანაც იმას უკეთესად ახასიათებს ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობა. ახლა წარმოიდგინეთ, შექსპირის აი ტრაგედიებში ერთი ძირითადი ამბავი ტრიალებს ყველგან. ნუ ჰამლეტთან, ხო? გამოეცხადება მამის აჩრდილი და მიხდება რის გამო მოკვდა მამამისი. ჰამლეტი და ამის გამო არის მთელი ტრაგედია აგებული, რომ გამოაშკარავდეს ეს ბოროტება და ამხილოს და ამას შეეწირება ამ ხილებას თვითონ ჰამლეტი. დანარჩენი ამბები აქ უკვე არაფერი განშტოებანი არ არის. ჰომეროსთანაც არის ეს განშტოება. ახლა ავიღოთ იგივე რუსთაველი. ჩვენი დიდი რუსთაველი, რომლის ენაზე ჩვენ მეტყველებთ. გაზომეს, ესე იგი ფონოლოგიურად გაზომეს და ჩვენი მეტყველების ამპლიტუდა შეესაბამება რუსთაველის შაირს. ეს ასწავლი რაღაცა. მან გააკეთა უზარმაზარი სახელმწიფოებრივი საქმე. ჩვენ ესე იგი ხმლის ქნევამ ქალის ფენომენმა არა, ყველაზე მეტად რუსთაველმა გადაგვარჩინა. ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი ზნეობრივი წიგნი, იგივე ბიბლია, როგორც დღეს დიდ ებრაელ ხალხს ებრაელებს გააჩნიათ. დაახლოებით ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ რუსთაველი. მაგრამ ამ დიდ რუსთაველსაც აქვს გარკვეული პატარა ლიტერატურული ლაფსოსი და რა? თუ მიუდგებით თეორიის მიხედვით, რა ხდება? ნაწარმოები გამოჩნდება ავანსცენაზე, ესე იგი ვიღაცა უცხო მოყმე, ნადირობის დროს ნახავენ ამ პიროვნებას და უცებ გაკრება. და აი ამ უცხო მოყმის გამოვლინებისთვის იღწის ჩვენი ავთანდილი. და ბოლო-ბოლო აღმოაჩენს ამ პიროვნებას და ახლა როცა აღმოაჩენს დასხდებიან ესენი ორნი და ისყვება თავის თავგადასავალს. ეს თავგადასავალი თავისთავად რამე 2-3 სტრიქონში კი არ არის ჩადებული, არამედ მთელი ის არის რა, მთელი წიგნია. ანუ რომანი არის ჩადებული რომანში. და ამას ესე იგი ლიტერატურულად ლაფსუსი ქვია. რომ დარღვეულია ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობის პრინციპი. ანუ ორნი ნაწარმოების შერწყმის მცდელობა, გამიგეთ? აი ეს არის, რასაც არისტოტელე მიუთითებს. ჰომეროსთანაც არის კავშირს, რასაც ვხედავ, აი გილგამეშთან დაკავშირებით, იქაც გილგამეში თავის მეგობარს ტყეში აღმოაჩენს, ტყეში ხდება მოქმედება, აქაც ტყეში ხდება. აქაც ტყეში ხდება მოქმედება, აქაც უცხო პერიოდის. სწორი ხარ, მიხარია რომ აი ეს ინფორმაცია და ეს ნაკითხობა გახასიათებს, თორემ ისე ვერ იქნებოდა შენი გადაცემები საინტერესო და ადამიანს რაც მეტი ნაკითხია, მით უკეთესია, იმიტომ რომ ის შეცდომებს აიცილებს. ერთხელ გოეთეს რომელიღაც რედაქტორთან მივიდა ახალგაზრდა მწერალი და მიუტანა თავისი ნაწარმოები და რომ წაიკითხა რედაქტორმა, უთხრა რომ შენ გოეთეს გავლენა გაგო. და თავი მოიკლა. კაცო როგორ წაკითხული არა მაგო? აიო, წაკითხული რომ მქონოდაო, გავლენა არ გექნებოდა, ანუ მსგავს თემას ხელს არ მოკიდებდი. ეხლა ჩვენთან რა ხდება? რადგან მე ეს ვიცოდი. ნუ ეხლა ბუნებრივია მე 1 და 2 წელი არ მიმშევია ამ პოემაზე. ოდოიას ფენომენი, როგორც გითხარი, აი როგორც გილგამეშის ეპოსში გილგამეშის ფენომენი, ესე დაკრისტალებული იყო. ჩვენ ვიღეროდით დღე-დაღამე. ოდოია და ეს გონია გაშიფრული არის ფოლკლორისტებთან, ანუ სიმღერის სპეციალისტებთან, თითქოს შრომის სიმღერაა. და ასე არის მიღებული. მე აღმოვაჩინე ასეთი ორი ძირითადი ინფორმაცია. რომ ჟორჟ ამადუს აქვს ასეთი ნოველა. ოდოია დრევნოიბერიისკაია მარსკაია პესნია. დაირღვა ესე იგი შრომის სიმღერა კი არა, ოდოია ეს არისო საზღვაოსნო სიმღერაა. მე კიდევ უფრო რაღაცა მე ტელევიზიაში მუშაობდი. მაშინ ისეთი საშუალებები არ იყო ტელევიზიის თოდა უფრო ჩამორჩენილი დონე იყო, მაგრამ იქ მონტაჟდებოდა. გამოსახულება ცალკე იყო. ხმა ცალკე იწერებოდა და მე ხდებოდა ამათი შეერთება. და როდესაც ერთ-ერთი სიუჟეტის დროს მე თოხნა გადავიღეთ ჩვენ ფარული კამერით ფაქტობრივად და მე მოვინდოვე რომ აი ამ თოხნის პროცედურისთვის მიმესადაგებინა სიმღერა ოდოია,
მე მონტაჟი ხალი ამიჯანდა გურიო მითხრა ასინქრონული არის ვერაფრით ვერ ვახერხებო მოვა ესე იგი ის რიტმიკა რაც ოდოიაში არის დამამსხიო თახნის პროცედურაზე და დამაფიქრა ამის შემდეგ კიდევ სხვა და მე მივხვდი რომ ოდოია ეს ისეთივე სახოტბო სიმღერა ვიღაცა პიროვნების მიმართ როგორც სიტყვაზე თქვა და ლილე მზის საგალობელია ხომ იგივე პირამიდა რომელიც ვიღაცის განსადიდებლად არის აღმართული მაგრამ ეს დროთა ვითარებაში მივიწყებული იქნა და აი აქ ჩაერთო ჩემი გონება და კიდევ ჰომეროსის ყურადღებით წაკითხვის დროს ჰომეროს ნახსენები აქვს მეორე სიმღერაში ჰალიძონები ეპისტროფოს ოდიოს მოხვდნენ ვერცხლის შორეულ საბადოდან ხალიბეს მხრიდან და მე დამაჟრვანტელა ახლაც იგივე დამეუფლა ესე იგი ჰომეროსი უკვე ახსენებს ოდოიას ანუ ოდი არის ღვთაება ღმერთი ანუ ღმერთის ჩამომავალია ვინ იყო ღმერთის ჩამომავალი ჩვენთან მეფეები ერთადერთი დინასტია იყო აიეთის ისინი იყვნენ ჰელიიდები ჰელიოსის შთამომავლები ანუ უზენაესი ღვთაების მზის შვილები იყვნენ აი ეს დინასტია კირკე არის ფაქტობრივად დედა ალმა მატერია არის მთელი ევროპული ცივილიზაციის და მერე მას ჩაენაცვლება მარიამ ღვთისმშობელი ეს ქრისტიანული ვერსია და კირკე არის დედა ლათინების რადგანაც კირკესა და ოდისევსისგან გაჩნდება ლატინოსი და მთელი ლათინური სივრცე აი ამ კაცის შთამომავალია ჩვენ სისხლით ნათესავები ვართ იგივე არიან პელაზგებიც ну ახლა ეს გამოკვლევები მითოლოგიურია და შორს დაგვიყვანს მოკლედ ჰომეროსი ღვთაებრივი ჰომეროსი რომელმაც ტროას სივრცე აღწერა მას ცოტა მოგვიანებით დაახლოებით 7 საუკუნის შემდეგ ვირგილიუს მარონი არის ასეთი ლათინი მწერალი დიდი პოეტი სხვათა შორის დანტე თავის ღვთაებრივ კომედიაში ჯოჯოხეთისკენ წარიმძღვარებს მის აჩრდილს ის არის მისი მასწავლებელი გზის გამყვალავი დანტესი და შემთხვევით არ მოხდება ის რომ არ ყოფილიყო იმხელა პოეტი დანტე მას არ წარიძღოლიებდა და ბეატრიჩემდე რომ მიაღწევს იქ დატოვებს და უფრო ახალ უფრო მაღალ რეგისტრში გადადის მაინც იტყვის დანტე რომ მე უფრო მაღალი ვარო მაგრამ უზარმაზარი პოეტი იყო და აი იმ მასალაზე დაყრდნობით რაც ჰომეროსმა მაგსა ტროაზე მოცემული არის ვირგილიუს მარონთან ენეიდა ქვია ამ ნაწარმოებს მაგრამ ენეასი ტროელების მხარეს იბრძვის და ის არის დაპირისპირებული ბერძნულ მხარესთან ანუ აქილევსისა და აგამემნონის ჯარის წინააღმდეგ იბრძვის ну ისინი რაოდენობრივად ცოტანი არიან პატარა ქალაქია ტროა 7 კილომეტრით არის დაშორებული სოდაჩერის ჩვენ ხომ გვინდა წავიდეთ ალბათ წელს წავალთ აუცილებლად ჩვენ ვიდრე ერთ თვით ქვეყანაში მოხდები ამ საიდუმლოებას არ გამამჟღავნებ ხომ თქვი რა სანამ იქ მოხდები მანამდე შეიძლება ჩვენ წავიდეთ ეს არის თურქეთში და ზღვიდან 7 კილომეტრის დაშორებით იყო გაცხარეს ეს ჩვენი ერთი დიდი არქეოლოგი კაცი ჯონი აფაკიძე ღებულობდა მონაწილეობას ამ გაცხრებში ხო ჩემო ბატონო და მე ჯერ ნანახი არ მაქვს მაგრამ ამ უფალი დიდია და ამ სურვილს მე მგონი ავესრულებ ჩვენ არ მყავს მე ერთი დიდი მეგობარი ენგურესიდან ლევან მებონია და მასაც ხიბლავს ეს დახსენებული ჩვენ გარდაგვეცვალა ერთი კაცი დიდი კაცი ისიც ვალერი კანკია და ჩვენ გინდა და წავსულიყავით და აი ამ ყველაფერმა შეგვაფერხა ბატონი ვალერის ნათელში ყოფნამ გარდაცვალებამ თორემ ჩვენ აუცილებლად ჩავიდოდით იმ ქალაქში და მომინახულებდით ტროას ისე რომ ფიზიკურად გვენახა აქედან სხვადასხვა ახლა გაცხრები ორი სერიოზული გაცხრა მოხდა იმაში ცაიში ახლა დადიანების ბაღი გაითხრება და კიდევ ერგეტაში ამას ხმწანობს ცვანეში ერთი ძალიან კარგი ყვანწილი კაცია ლაშა ჯიქია კი გეგმავ ჩვენ ამ თემაზე გადაცემა მე მინდა იმაზე გააკეთო მეთქი გადაცემა ну მოკლედ ესე იგი სამეგრელოში უამრავი თემაა მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ამ პოემას რახან ეს მასალა არსებობდა და წარმოგიდგენიათ გაცილებით 100-ჯერ უფრო მეტი ვიდრე თვითონ
ღვთაებრივ ჰომეროს მოეპოვება და ან იგივე ვირგილიუს მარონს. გურიოტობაია შეუდგა ამ პოემის განხორციელებას. ოღონდ ეს პოემა უკვე ტროილების მხრიდან არის დანახული. ტროილების მხრიდან არის დანახული. რა ხდება აი ამ ომში, სადაც ენეასის მონაწილეობს ელენე მშვენიერი, რომელიც მოტაცებულია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ელენე მშვენიერის გამო არ არის ეს ომი წამოწყებული. იმიტომ რომ ტროა ისეთ ადგილას მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც ყველა სრუტეს კეტავს. ანუ პოლიტიკურად სტრატეგიული ადგილი იყო, თუმცა როგორც არის აღწერილი იქ, როდესაც ორი მეომარი ბჭობს, ღირდა თუ არა ამ ქალი მათ არა აქვთ ჰელენა ნანახი და ღირდა თუ არა ამ ქალისთვის ამ ხელამსხვერპლის გაღება ამ დროს ჩაივლის ჰელენა მათ შორის და შეთანხმდებიან რომ ღირდა. მართლა კი არა, მართლა ეს დიდებული პიროვნება იყო, მაგრამ რა ხდება იცით, აქ არის мотиваცია რომ ჰელენე რომ მოიტაცეს, ეს ასე არ მომხდარა. შეჯიბრი მიდის სილამაზეში ჰერასა და აფროდიტეს შორის და ერთ-ერთს მიაკუთვნებს უპირატესობას ალექსანდროსი. და ამის გამო დააჯილდოვებს მას ჰელენეთი. ჰელენე ბუნებრივია აგამემნონის რძალი. ნუ ახლა ასე დაწვრილება ჩვენს შორის წაგვიყვანს. კი ბატონო. ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ მენახვებინა კოლხები რას წარმოადგენენ ამ დროს, რომ ძალიან გადაჭარბებული არ ყოფილიყო და არ ყოფილიყო ზედმეტად პატრიოტული, რომ მithom აი ჩვენ ქართველები. უამრავი მასალა არსებობს, რომ ჩვენ მართლაც იმ დროს ესე იგი წარმოგიდგენთ ოქრომრავალი კოლხეთი. ოქრო ქონდა, იარაღი ქონდა. ყველაფერი ქონდა კოლს და წარმომავლობა ჩვენს მეფეებს ქონდათ ჰელიოსის შთამომავლები იყვნენ. ხომ გითხრათ ელი ერთი ჩვენი ახალგაზრდა მწერალიც ელის რომ მიუთითებს იმან ძალიან კარგად იცის ელი რას ნიშნავს, ანუ უფლისწეული ვარო. ელია ძალიან კარგი ბიჭია სხვადასხვა. და მე ქართული პოეზიის ანთოლოგიაში მისი რამდენიმე ლექსი მე შევიტანე. კი ბატონო. ნუ რა ვიცი ვრეკავ მასთან და ტელეფონით ვერ ვეკონტაქტები და მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი პოეზია ცნობილია რაც ინტერნეტ სივრცეში არის და მე მქონდა უფლება რახან გამოქვეყნებულია იმას დავუყოვნები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ამ პოემით ჩემო ნიკა ძვირფასო მე ვცადე რომ დამენახვებინა ის მიზეზები რა მიზეზის გამო ხდება ეს ომი. ეს არ არის მხოლოდ ელენე მშვენიერის, ეს არის იმ ოქროს საწმისის გამო უფრო რომელიც შემოტანილი არის საბერძნეთიდან როგორც სასინჯიქვა ტროილები, ესე იგი ტროილებმა ტროის ომი რომ განხორციელდა, ამას წინ უსწრებს, ესე იგი 25 წლით დაახლოებით უსწრებს არგოს ლაშქრობა, ესე იგი კოლხეთში. ვინაც რომელმა ექსპედიციას ფაქტობრივად მედეა და ოქროს საწმისი გაიტაცეს საქართველოსთან, კოლხეთიდან. რა ხდებოდა? აი ეს ოქროს საწმისი, ოქროს ბეწვიანი ცხვარი, ვერძი, ბერძნული სამყაროდან არის შემოსული. დაკლეს ეს და ჩამოკიდეს მუხაზე. საკრალური ხე იყო მუხა. მაგრამ რატომ არ ეთმობა აი ეს საინტერესო? აი ეს იმიტომ არ ეთმობა, რომ აი ამ ცხვრის წყალზე გადატანილი არის ყველა სიბრძნის ფორმულა. თუ კი რამე კოლხებს გააჩნდათ. აი ეს კირბები, ნუ რა ვიცი, თუ კი რამე ფორმულა გააჩნდათ, თუ კი რამე სიბრძნე იყო. ეს არ არის მხოლოდ ტყავი კი არ არის უკვე ოქროსში ამოვლებული ბეწვის რაღაც ექსპონატი. არამედ ეს არის უკვე სიბრძნის წიგნი, იგივე ბიბლია. როგორია ახლა მიხვიდე ებრაელ ხართან და მომეცია შენი ბიბლიაო და მისაკუთრო და ჩაიხუტო გულში. ვინ მოგცემს? რას მოგცემს ებრაელი მოგცემს? ანდა როგორ წაიღებ რანაირად, როცა მთელი კაცობრიობა აი ამ ებრაული ცნობიერებით დაიარება დღეს მსოფლიოში. აბსურდია ხომ? და დაახლოებით იგივე ხდება კოლხურ კულტურას, ის კაცი გულში იხუტებს და ეუბნება რომ ჩემია, მაგრამ ვერ კითხულობს. იმიტომ რომ არ არის ამისი ცოდნა. და აი აქ იგივე პრომეთეოსი, პრომეთუსა გაშიფრულია ნიშნავს ცეცხლის დანთების ინსტრუმენტს.
და უფრო მეტად შენახულია მე მაინც ჩვენს კოლხურ გამოცდილებას ვენდე და ეს არის არამხუტ. პრომეთე და არამხუტ ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში. შუმერულში ენქი ამათი პარალელი. ხო ჩემო ბატონო და მანიც ის მხოლოდ აი საიდუმლოება რა ფორმულებზეა საუბარი. და ჰერაკლე მოდის ან თავისუფლებს მონობის ჯაჭვისგან პრომეთეს. მოკლავს ზევსის არწევს და სანაცვლოდ პრომეთე ეუბნება აქ არის ასეთი ეშმაკობა. პრომეთე მიჯაჭვულია, მაგრამ არ კვდება იმის გამო, რომ მან ერთადერთმა იცის ზევსის საიდუმლოება. თუ როგორ დაემხობა ზევსი, რა შემთხვევაში დაემთხობა. და მასთან აი ეს საიდუმლოება რომ წაართვან, ბევრი ვიღაცა მოდის, ბევრი ღმერთი, ნახევარ ღმერთი. აი ამ კითხვის გარეშე ჰერაკლე ერთგმირობას ჩაიძენს, განგმირავს ზევსის არწევს და გაანთავისუფლებს мотиваციის გარეშე. ეტყვის რომ შენ თავისუფალი ხარ. არ მინდა შენგან არაფერი. მაგრამ სანაცვლოდ პრომეთეს ადგენდა აი ამ დიდი საქმის ზღვის რომ მოკვლედა და რომ მოაშორა არწევი. აი ამის გულისთვის ეტყვის რომ ზევსი მოკვდება იმ შემთხვევაში თუ თეტისას შეეწყვილება ღმერთი და დაიბადება ღმერთი. თეტისა არის ღმერთი ღვთაება. თუ მას შეეწყვილება ღმერთი და დაიბადება ღმერთი, ის პიროვნება ჩამოაგდებს ზევსს. ხოლო თუ შეერწყება მას ადამიანი მოკვდავი და დაიბადება მოკვდავი, მაშინ ზევსი გადარჩენილია. და ამიტომაც არის აქილევსის მამა, პელევსი. მას სანაპიროზე ზევსმა ეს ამბები იცის. ზევსმა არ იცის საუბედუროდ, არ იცის ზევსმა ეს ამბები, რომ იცოდეს მაშინ იოლად აი ეს. როდესაც ერკვევა ის აქორწინებს შემდეგ არა, ეს არის ზევსმა ეს საიდუმლოება არ იცის, პრომეთემ იცის მხოლოდ. ზევსმა ეს არ იცის, რომ ბევრი არ უნდა და პრომეთეს მოკდინებას, არაფერი არ იყო ზევსის სიტყვაზე. ერთ-ორ არწევს დაუმატებდა. ხო, არა, ბოლო, მაგრამ ზევსმა რახან არ იცოდა ეს ამოხრუჭებდა. და ბოლო, როდესაც გაირკვევა და დაიბადება აქილევსის ხომ მოკვდავია, პირველი გმირია, ხედავ, რა შორიდან იწყება აქილევსის გმირად შემოსვის როგორც ვთქვათ, აი რეგალიები, აი რა შორიდან არის ჩადებული ეს ყველაფერი. და აქ წყდება ჩვენი ყველაზე დიდი ქურუმთა ქურუმის ხსენება საერთოდ პრომეთესზე. იგივე ჩვენს რომ ვამბობ არამხუტულზე, ჩემთან, ჩემს უემაში. რა ხდება, რა მოხდა, არავინ არის. მაგრამ მე ახლა ფანტაზიის უნარი მქონდა საბედნიეროდ და აღმოჩნდა რომ ზევსის საიდუმლოება გაასცეს, მაგრამ მარტო ეს არ აინტერესებს ბერძენს. ბერძენს უნდა რომ წაიკითხოს რა აწერია ტროაში გატაცებულ, ანუ უბრალოდ ბერძნულ სამყაროს რომ გააჩნია უკვე ოქროს საწმისი რა აწერია ზედ და აწამებენ ამაზე და ამ საიდუმლოებას არ გასცემს ჩვენი პრომეთე და ამ წვალებას და ამ წვალებლობას შეეწირება იგი და სავარაუდოდ დახურული დარჩება ის სიბრძნე ბერძნული სამყაროსთვის, რომელიც სიბრძნეც კოლხებისთვის ცნობილი იყო. აი ერთ პატარა მაგალითს მოვიყვანო. ბიბლიაში შუმერულ იგივე დაბადებას, რომელიც გილგამეშიანიდან მოდის, იმას ეხება ბუნებრივია ბიბლია, ებრაელების ეს დიდი წიგნი და ჩვენ ქართულად სოდაშორის ძალიან ძველი თარგმანის გაგვაჩნია, გიორგი მთაწმინდელის და ეფრემის ორი თარგმანი გაგვაჩნია და გიორგი მთაწმინდელის არის უწინვალესი და მე ახლა კიდევ ვითარგმნება სტოკჰოლმისეული გამოცემები, მაგრამ იქ ის ძველი სურნელი დაკარგულია უკვე და ძალიან გაპროზაულებულია და მე უფრო ვეყნობი ძველს. არის ასეთი მომენტი. ადამი, როდესაც შეიქმნება უფლისგან, ის მარტო და მოიწყენს ამ 60 ბაღში. და რაკნას და უფალმა გადაწყვიტა, რომ შეუქმნას მას ამხანაგი მეგობარი, ანუ პარტნიორი. და ასეთნაირად არის გაკეთებული ებრაულ ვერსიაში, რომ ამოაცლის ნეკს, ქირურგიულ ოპერაციას ჩაუტარებს და ამ ნეკნისგან შექმნის ქალს.
ევას და აი ამ ქალს იმ ხელა სითეთრე ახასიათებს როგორც ადამიანის ოსტეოლოგიას ახსენე ეს შუმერულ მითოლოგიაში არ არის და შუმერულის უცოდინრობა ანუ შუმერულის სიღრმეში ჩაუწვდომლობის ბრალია ნინთი ქვია ძილის შორის ჰიპნოზის ხმერს ხოლო თი ქვია ნეკნს და რახან ესე იგი ამის შექმნა ქრუმმა ერთმანეთს დაუკავშირა ნეკნი და ჰიპნოზი დაიბადა იდეა რომ არიქა რახან არის ესე იგი საჭირო გახდა ესე იგი ამოეცვლიათ ადამიანისთვის ნეკნი და ამის საფუძველზე შექმნილიყო ამის მსგავსი არ არსებობს შუმერულ წყაროში ეხლა ერთი უცნაურობას უნდა მოვყვე რახან ჩვენ შევდეკით მარტო სივრცეზე მსჯელობას ეხლა ამისი ასაკის დადგენა ძნელია მაგრამ წარღვნის თემა რომელიც შუმერულში არის დამუშავებული ღვთაებას კი არა პიროვნებას ვინც კაცობრიობა გადაარჩინა ქვია ზიუსუდრა როცა უკვე აბსოლუტურად შუმერული სივრცეა ვინ იყვნენ შუმერები შავთმიანი ხალხი გადის 1500 წელიწადი შემოდიან ჩრდილოეთიდან შუმერეთში ეხლა წარმოიდგინე გეოგრაფია ჩრდილოეთიდან არის ანუ შემოდიან ეს მომთაბარე ტომები სემიტური ტომები და აი ამ სემიტური ტომების შემოსვლის ნიადაგზე მესოპოტამიაში ამ შუნა მდინარეში ჩამოყალიბდება შერეული საზოგადოება სადაც შუმერულიც არის და არის აქადური აი ეს ორი ენა და აქადურზე ითარგმნება შუმერული ძეგლი სადაც ზიუსუდრა ქვია და ესენი დაარქმევენ უთანაფიშტიმს და გადის კიდევ 1500 წელიწადი და ეს ნახევრად შუმერული და ნახევრად სემიტური უთანაფიშტიმი გენეზის და უკვე ერქმევა ნოე ზიუსუდრამდან ნოემდე რა გზა გამოვიარეთ უკვე ცნობილია გამიგეთ ჯემონიკა მაგრამ ახლა მე რახან ეს ამ სივრცესაც ვეხები რა თქმა უნდა ამ პოემაში იმიტომ რომ ეს პოემა ოდოი არის მოგზაურობა დროსა და სივრცეში იქ მარტო ტროათი არ მოიწურება ჩემი პოემის არსი იმიტომ რომ იქიდან ისინი სკანდინავიაში ხდებიან და მთელ დედამიწას შემოივლიან და აი ამ ველურ ხალხს ასწავლიან სხვადასხვა ეს პოემა ბევრს არა წაკითხული და ერთ-ერთი ჩემი მეგობარია შენც ლაშა გვასალიემაც წაიკითხა და ნუ ბუნებრივია მან თავისი დამოკიდებულება გამოხატა და ის ჩაწვდა სიღრმისეულად ამ პოემას ჩაწვდა და საბედნიეროდ და კიდევ სულ რამდენიმე კაცმა შეიძლება წაიკითხა და გააცნობიერა გამიგე იმიტომ რომ ამ წიგნის უკან იმხელა ინფორმაციული მასალა არის ანუ ამ წიგნამდე რომ მოხვიდე ბევრი რამ საკითხული უნდა ხონდეს სადა რაღაცა არის და ეხლა მე სულ არ მენაღვლება ის რომ დავშა დღეს ვერ გაიგეს გავა ერთი 50 წელი ერთი 300 წელი და ხომ მოვაცა და ჩახედული პიროვნება და ჩემთვის ესეც ნუგეში იქნება იმიტომ რომ მე ჩემი მოვალეობა ჩემი ქვეყნის ჩემი სამეგრელოს ჩემი კოლხეთის ჩემი საქართველოს წინაშე შესრულებული მაქვს მე მგონი ახლა ბარემ ერთი რაღაცაც მინდა ეხლა თქვენ რომ წიგნი აიღეთ ხელში ეს წიგნი ყველას გონია რომ მარტო გვიმა რა არის პატარა შესავალი ლექსი და ნუ ეხლა ამ ლექსის წაკითხვის ბუნებრივია თავს შევიკავებ სხვადასხვა მე ზუგდიდში ხშირად ტრიალებ აქ ჩამოვყალიბდი აქ დავწერე 3 რომანი 3-ვე ზუგდიდლებზეა სხვადასხვა ხო და მე ჯერ კიდევ შეიძლება სათანადოდ ეს ნაწარმოებები არ არის მისული ყველა მკითხველამდე და თუნდაც აი ასეთი დამოკიდებულებაც არის ერთი მეგობარი მყავდა და მაგარი დაწერე შენ რომანია და რომელი მეთქი და სიკვდილი მსჯილია ნუ კი მეთქი სათაურიდან უკვე კარგად გისწავლია მეთქი იმიტომ რომ სიცოცხლე მსჯილიქია სერილობა კაც დღეს წაკითხვა ძალა არ აქვს საუბედუროდ ეს სცენია მარტო ზუგდიდის ამბავზე არ არის საუბარი და ან კოლხეთზე ან საქართველოს საერთოდ თაობა მოდის რომლებიც უფრო ამჯობინებს კომპიუტერთან მუშაობას წიგნთან მუშაობა უფრო ძნელია იმიტომ რომ 2 დღე მაინც უნდა წაგართოს და აგერ დავუშვათ იგივე ტროას ამბავს 2 საათნახევრიან ფილმში ნახავ და ესთეტიკურადაც კმაყოფილი იქნები და ეს მასალა თითქოს ათვისებული გექნება მაგრამ
ხომეროსი წაკითხვის დროს სხვა სივრცეები ჩანს და რა რასაც ცხენს მიაჭენებს სიტყვაზე ვთქვათ ვინ აპოლონი ის გიხატავს რომ როგორ სწენს ისრის ბუდიდან ამოჩრილი ისრის ბუნიკები ანდამ წყემს რომ მიუჯდება საწვედა ძროხას როგორ ჩხრიალებს ეს ბედროში სათლში სათლი ხის არის და როგორ ესება ბუზი ამას ყველაფერს ხედავს ომეროსი თითქოს მასეთი თვალხილული ადამიანი არ დაბადებულა საერთოდ անդა იგივე ავიღოთ ხომ დედამიწის ზურგზე მსგავსი სიუჟეტი არ არსებობს ნიკა პენელოპეს სასიძვეები მოვიდნენ იმიტომ რომ მეფე უნდა აირჩიონ ოდისევსი არ ჩანს და ერთ-ერთი უნდა ამოირჩიოს ის ქსოვს მამამთილის მოსასხამს და ამით დრო გახავს 17 თითქმის 17 წელიწადია ეს კაცი კარგ ხერხს მიაძრო მაგრამ ეს და ბოლო ეწყება ამოირჩიეთ ამასობაში ოდისევსი ბრუნდება და ამარცხებს თავის შვილთან და მსახურების ხარდაჭერით აი ამ სასიძვეებს მოაკვდინებს ყველას მარტო ბრმა აეც არ ახლებს ხელს სავარაუდოდ ხომეროს გამიგეთ სავარაუდოდ ну ის მღეროდა და თან აიძულებდნენ ალბათ კიდეც რომ ემღერა ამათის ბრმა მუსიკოს და მომღერალს აეც და ახლა დამთავრდა ყველაფერი და ახლა მოვიდა პენელოპესი და ოდისევსის განმარტოების წუთი ჟამი 17 წელიწადია ერთმანეთი არ უნახავს ერთი კრიტიკოსია მე რაღაც იმაში მაკრიტიკებს და ახლა ოდისევსი რატომ არ ეძღვნა უცებ თავის ცოლს აქ ჭიანურდება ეს ამბავი და თითქოს მსგავს სიტუაცია მაქვს მე აღწერილი და ერთ-ერთი ქალბატონი კრიტიკოსი მეუბნება რომ რატომ უცებ არ ეძღვნა ესე იგი გმირი ქალს ნუ ახლა ველური როგორც ამერიკულ ფილმებში ღმერთების შანაფიქრი შეიძლება ამერიკულ ფილმებში რომ არის თავი შევლენ და ეგრევე რომ არ არის ნუ ეს ესთეტიკური არ არის და არანაირად გამარტო პენელოპა შეეშინდა ღმერთების ხელი არ ერია ანუ მან შეამოწმა მართლა იყო თუ არა ეს მესე საბარი მას ესე იგი კი იცის რომ მისი მეუღლეა მაგრამ საბოლოოდ უნდა დარწმუნდეს და ეუბნება მოდი მივა საწოლთან და მოდი ეს გამაჩოჩინებინეო და გაეცა პენელოპე რა ხარ შენ არ გახსოვს როცა ახალგაზრდები ვიყავით და ერთ ტრიალ მინდოზე ვებერთელა მუხისხერო მიდგავ ჩვენ მივედით ის მუხა გადავხერხეთ და ზედ დავაგეთ ჩვენი ლოგინი და სად უნდა გავაჩეჩიალოთ აცი გამიგე და მაშინ მივხვდა რომ ეს ინფორმაცია იცოდა მარტო პენელოპემ და მარტო ოდისევსმა და აი ამის გარშემო იყო მთელი ითაკა შექმნილი როგორც სახელმწიფო და როგორც სამშობლო მის და იმიტომ ამ სამშობლოსაც ვერ დაძრა ადგილიდან. ნუ ბუნებრივია ასეთი რაღაცები რაღაცა გარკვეული დოზით შემოდის ეს ჩემს პოემაში. შემოდის ჩემს პოემაში, რადგანაც შემოდის იმიტომ რომ მე ვაკეთებ უფრო გრანდიოზულ ეპიკურ ტილოს რომელმაც უნდა მთელი კაცობრიობის სულიერება უნდა მოიცვას. რა თქმა უნდა, აქ ოდისევსი არის წამყვანი, ის ოდიოსი ამჟღავნებს ნათესაობას სკანდინავიურ ოდინთან. გამიგეთ? ერთი და იგივე პიროვნება. ხო და კიდევ უამრავი რამ და აი ამ პიროვნების მეშვეობით ხდება კოლხური ცივილიზაციის მეშვეობით ხდება ჰალიძონებით იგივე ხალიბები არიან ესენი ერთ-ერთი ტომი ხდება მთელი დედამიწის ველური ტომების სინქრონიზაცია, ანუ განნათლება, როგორც აქრისტიანებდა თავის დროზე ჩვენი რელიგია წარმართულ კულტურებს და ხალხებს. აი ამ წიგნში ძალიან დიდი დოზით შემოდის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ნართების თემა. ნართები ჩვენებური მეგრული თუ ვიტყვით ეს არის ის ხალხი, რომელიც გამოიყო ცენტრალურ ბირთს, აი როგორც ფუტკარი გაიყოფა. ეს ხალხი ნართები არიან ის ხალხი, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ პროტოიბერიულ ბირთთან და განკიდებაზე გავიდნენ, ცოტა განშტობდნენ. იმიტომ არის იმ წიგნში, რომელსაც იბერიული პოეზიის ანთოლოგია ქვია, ჩეჩნური, ინგუშური, დაღესტნური და ასე შემდეგ. აი ეს ამ ხალხის
მასალა შემოდის ნართების კუთხით და სხვადასხვა ამაში ჩართული ერთი ჩემი დიდი მეგობარი, დიდი ენათმეცნიერი სხვადასხვა. ჩვენ უნდა გვიხაროდეს ზუგდიდლებს, მეგრელებს, ზოგადად კოლხებს და ქართველებს, რომ ასეთი შვილი ყავს, მე რაფჩუხუაზე მაქვს საუბარი. უწყინვალესი ადამიანი და ის ჩახედულია, რა თქმა უნდა, ამაში ძალიან სიღრმისეულად და მე სატელეფონო კავშირი მქონდა ამაზე და მითხრა რომ გურიო უამრავი მასალა გვაქვს. შენ რაც გაქვს, იმაზე მეტი მასალა გვაქვს და ჩვენ მზადა ვართ დაგიხმაროთ, გაგიწიოთ კონსულტაცია, რომ ეს აი ამ კუთხითაც შევსებული იქნას ეს წიგნი. ხოლო რაც შეეხება ოდოია პოემას, ის თითქმის ყველაფერს გააკეთებს. კოლხეთი დანგრეულია, აიეტი მოკდინებულია, იგივე როგორ გითხრათ, აფრიკული ძალის მიერ მაშინ ხომ ეს იყო ეგვიპტელების მიერ. ოქროს საწმისი ისედაც გატაცებულია, 101 შვილია ოდოია, სათანეი გვაშას, ნართების დიდი დედის. 100 შვილი არის სოსრიყვა. ის ცეცხლიდან იშვება, ეს კიდევ წყლისგან. ეს საინტერესო მომენტია. ეს მე მოვიგონე. ცეცხლისგან რომ იშვება, ის ნართული პოემისთვის დამახასიათებელია. 101 რომ გაჩნდება წყლისგან, ეს უკვე ჩემეულია გურიოტობა იაზი და ეს რომ დაკითხული არ მქონოდა ხომ ვერ გავაცნობიერებდი ასე. და ფაქტობრივად ოდოია ყველაფერს ახერხებს, მაგრამ უკვდავებამდე მას ერთი რაღაცა აკლია. რა? მას უთხრეს რომ თუ ის შეძლებს მამამისი ხომ აიეტის შვილი იყო, აფსირტე, მედეას ძმა და მედეა აიძულეს რომ ამოეხმოთ გემზე. ჩვენ დაგიბრუნებთ, რა ქვია, ოქროს საწმისს, მაგრამ მედეას ვერ დაგიბრუნებთ. ისე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთია და ამოიტყვევენ და იქ დაანაკუწებენ ამ აფსირტეს, იგივე აფსიროს. დაანაკუწებენ და გადაყრიან ზღვაში. და მისი პირობა არის ოდოიეს რომ მამაშენის სხეულის აღდგენას თუ შეძლებ, შენ უკვდავებას ეღირსები როგორც ზიუს უთანაფიშტიმი და ნოე ეღირსება უკვდავებას. და სულ დღე-და-ღამე გამოდის ზღვის სანაპიროზე და ქვიშისგან აკეთებს მამის სკულპტურას. ეს არის მისი მეცადინება რომ მამა აღადგინოს, რომ რაღაცა ძალამსული შეაფეროს და გააცოცხლოს მამა, თუნდაც ერთი წუთით. გააკეთებს ამ შვენიერ სკულპტურას და მოვას ზღვის ტალღა და წაშლის. იგივე სიზიფეშრომა კიდე მეორე დღეს დილიდან დაიწყებს ამის აშენებლობას, გააკეთებს კიდე მოვას ზღვა და წავიშლის და ასე მარადიულად. ანუკვდავებას ის ბუნებრივია ვერ ეღირსება. დაახლოებით ეხლა ძალიან მწირად გადმოვეცი მე ამ პოემის, მაგრამ ამ პოემაში შენ რომ თქვი, ჩვენ მიუბრუნდებით ალბათ ამ თემას, ცნობიერების ნაკადის მეთოდით არის აშენებული. შენ უკვე ძალიან კი არა საკმაოზე მეტად ჩახედული ხარ ამ მოვლენას შეიძლება ამას ეწოდოს. მე-20 საუკუნეში 20-იან წლებში ჯეიმს ჯოისმა გააკეთა ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები, რომელსაც ქვია ულისე. ულისე სხვათა შორის იგივე ოდისევსია, ოღონდ ლათინების ენაზე. იგივე ოდისევსია. ხო და აი ამ ულისეს მეშვეობით ხდება 24 საათიანი მოგზაურობა დროსა და სივრცეში. სტივენ დედალოსი და კიდევ სხვები არიან ეგ. ხო, ჩემო ბატონო და აი ამ ნაწარმოებმა რევოლუცია მოახდინა მთელს კაცობრიობაში. აღმოჩნდა რომ ამ ნაწარმოებზე ჩვენ ადრეც გვისაუბრია ფრაგმენტულად რომ უსწრებდა ცნობიერების ნაკადზე ლიტერატურული ფაქტი უკვე არსებობდა დოსტოევსკის შემოქმედების სახით. ეს არის დანაშაული და სასჯელი და იქ კონკრეტულად რადიონ რასკოლნიკოვის ფენომენზეა საუბარი, როცა ის დედის წერილს მიიღებს და ამ დედის წერილში მოთხრობილია მისი და როგორ უნდა მისწოვდეს ვინმე მერმელადოვი. და როგორ შეიძლება მისი ბედიღბანი. და აი ეს ხშირად რომ უტრიალებს თავში რადიონ რასკოლნიკოვს, აი ეს არის ცნობიერების ნაკადის ერთ-ერთი პატარა შტრიხი. სხვადასხვა შენს პოემაშიც. შენს პოემაშიც მე საქართველოში არ მეგულება მეორე პოემა, რომელიც აგებული იყოს ქართული პოეზიის ღრმაცოდნისა და გააზრების მეთოდიკაზე.
და შენ როცა გჭირდება, შენ შემოგაქვს ვიღაცის ისეთი ფრაზა, რომელიც უკვე საკმაოზე მეტად ცნობილი არის ქართველი მკითხველისთვის. დავშე შენ ჯვარს წერდი იმ ღამეს მერი და მე გადახვალ შენ იმას აგზელებ. ეს ფრაზა გამოწვეულია რაღაცა მომენტის გამო შენს ცნობიერებაში. და მე გადავდევა და არასდროს აღსგება მკვდარი. ეს ვაჟას თარგმანია ედგარ არამპოსი. გამიგე? აი ასე შენდება შემოიშველიებ შენ ცნობილ ფრაზებს, რომელიც ძალიან ახლოს არის ქართულ მკითხველთან. გაშინაურებულია ამ თემას. და თან შენ ესე იგი ამათი მეშვეობით, ამათი შემწეობით და ამათი ცნობიერი სახეობრივი ხატით ახდენ ესე იგი რაღაც ახალი რეალობის შექმნას. ეს არავის არ გაუკეთებია. არავის გაუკეთებია, კარგად მიმიღწევ. მესმის. ხო, მაგრამ შენ არ იცნობდი ამ ნაწარმოებს. აი იმას რომ უკითხეს გასოს, გოეთეს ამბავია. საკითხული არ ქონდა უბრალოდ. მაგრამ შინაგანად მიხვედი. ეს დიდი ბედნიერებაა და მე ვისურვებდი ჩემონიკა რომ ამ კუთხით შენ უფრო გააგრძელო მუშაობა. ხო მე წამოვიწყე და მე პატარა პაუზა გავაკეთე. გვიმარა ეს არის ქართველი კაცის ოდინდელი ყოფნის სურათის დახატვა და მცდელობა იმის რომ დაიბრუნოს ის ძალოვანება, ის აღმატებულება, რაც ქართულ კაცს გააჩნდა. იმიტომაა ეს ლექსი, მე არ ვამბობ რომ ჩემი რომ არის ქართულ კაცს მოხდა გულში. ყოველს მეაგრას ზუგდიდელს და მე ბევრჯერ მინახავს. სუფრაზე ყოფილ ვარ და სრულიად უცნობ ადამიანს წაუკითხავს ეს ლექსი. სასიამოვნოა რა თქმა უნდა, თვითონ ეს ფაქტი, მაგრამ საქმე რა არის? აი ის მოთხოვნილება, რაც ჩვენი კუთხის ადამიანს გააჩნია, რომ ის ოდესღაც გვიმრის ხესავით ძალიან დიდი წარსულის და ძალიან დიდი კულტურის მქონებელი იყო და დღეს კიდევ თანდათანობით დაპატარავებულა და უკვე ცელითაც კი ითვლება. ანუ დაკარგა ის ძველი პოზიცია. სხვადასხვა ერთი პიროვნება არის, ძალიან დიდი პიროვნება, რომელიც ხეების ძალიან დიდი ცოდნეა სხვადასხვა და გულშემატკივარი. მე მას მიუგზავნე ეს ლექსი და სათხოვარი ვუთხარი რომ ზელანდიაში არის გვიმრის ხეები და იქნებ ერთი გვიმარა იქიდან ჩამოგვეტანა ჩვენ საქართველოში. ქვეყანა არ დაიქცებოდა და დიდ ხარჯებთანაც არ იქნებოდა მაინც დაკავშირებული. ამით ჩვენი ისტორიული მისიაც აი ამ მიმართებით გაკეთდებოდა, ლამაზი იქნებოდა და მე მგონი დაამშვენებდა იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს და რაც აქამდე გაკეთებულა. ну ეხლა ეგ არ ვიცი რა ბეცეწევა ეს პროექტი ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ თქვით რომ გვიმარა ეს არის საგადად რომ თქვა ქართველი კაცის ამაღლებული ყოფნის პერიოდის სურათი და ძეგლი. ამას ისტორია აქვს, მე ამაზე ადრეს მithქვამს და არ დავწრილვანდები. ხო ჩემო ბატონო და თვითონ ეს არის უკვე დიდი პოემა. აქ არის დანახულია ბიოგრაფია ქართველი კაცის, კოლხის, როგორ გამოდის. ჩვენ ვილაპარაკეთ, როგორ გამოდის ის ასპარეზზე და რანაირ წინააღმდეგობები აქვს მას და რის გამო გვჭრიან ყელს. რის გამო? მშვენიერების გამო. ჩვენ რომ გვიყვარს მშვენიერება, ამაღლებული სულის რომ ვართ. ყველაფერი ვისწავლეთ. ყველაფერი ვიცით, მაგრამ ერთადერთი არ ვიცით. თავდაცვის უნარიანობა, რაც აქვს ლოკოკინას, რაც აქვს მგელს, რაც აქვს ნებისმიერ არსებას დედამიწის ზურგზე, ხერხემლიანს ჩვეულებრივ ძუძუმწოვარს. აი ის არ გაგვაჩნია, რომ ჩვენ არ ვზრუნავთ ჩვენი შვილების და ჩვენი შთამომავლობის გადასარჩენად თავშივე. რაღაცა მექანიზმი უნდა მოვძებნოთ, რომ ჩვენი ჯიჯილაგი იყოს დაცული. აი ეს ურთულესი რაღაცა, ანუ სახელმწიფო მოღვაწეობაში უნდა იყვნენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის უმთავრეს ენერგიას მოახმარენ თავიანთი ჯიჯილაგის გადარჩენის მისიას. და მე შეიძლება ეს ბიუჯეტი გადანაწილდეს სხვა იმაზე. ჩვენ ახლა ურთულეს პირობებში ვიმყოფებით, რახან პოლიტიკაზე ჩამოვარდა საუბარი. არის ამერიკული მოდელი სამყაროსი, დედამიწაზე არის რუსული მოდელი. ერთი სახელმწიფოებრივი აზროვნებისაა. თუმცა ორივე სახელმწიფოებრივი აზროვნებისაა, მაგრამ ამერიკა არის მოქალაქეობრივი აზროვნების. იმიტომ რომ ამერიკაში ჩასულ გერმანელს, ინგლისელს, ფრანგს თაობის შემდეგ ჩამოუყალიბდება სახელმწიფო აზროვნება. ის თავის თავს არ აღიქვამს, როგორც
გერმანელი, როგორც ფრანგი, ის აღიქვამს როგორც ამერიკელი. შეერთებული შტატების მოქალაქე და მას სულ არ აწუხებს ეროვნული რეკვიზიტები. როგორც ჩვენ განვიცდით ამას, ასე განიცდის რუსული. აი ამ ორი ალტერნატივის წინაშე დგას ქართველი. რა ვქნათ ახლა? წარმოიდგენია 80 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. ახლა ხედავს სად გადავარდით უცებ. 80 ეროვნების. და წარმოიდგენია ყველას კარგად თუ ცუდად ყოფნაზე ქართველი აგებს პასუხს. ეხლა წარმოიდგენია შენ თუ საქმე კარგად ვერ კეთდება, რამდენი მოძულე ყოლია. მე კიდევ არის ნიუანსები, ამას წინათ ერთი გადაცემა იყო პრაიმ შოუდან და ზანგები გამოდიან და ისინი რაღაც საყვედურებს ამჟღავნებენ. დაავიწყდათ რომ ზანგის დისკრიმინაციას ძალიან ისეთი იყო გერმანიაში კი არა, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და სულ რაღაც რამდენიმე ათეული წელიწადია ისინი თუმცა ამით რა თქმა უნდა ის ფაქტი არ უნდა გამართლდეს, რაც მოხდა. არა, როგორ გეკადრებათ ამის ქართველს ძალიან ჰუმანურმა დამოკიდებულებამ არის საქართველოს ამ დონემდე რომ მიიყვანა. ჰუმანურმა დამოკიდებულებამ თათარის დედიშვილიაო და ვეფხისა და მოყმის ბელა დააბიღოთ. იქნებ ვეფხის დედაიჩემზე მწარე და ტირისაო ხომ გვახსოვს? ქართველზე უფრო დიდი ჰუმანისტის დაბადება შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე ზოგადად ვამბობ მთელს ერზე თორემ ეხლა ერთი და ორი პიროვნება ყველას ყავს. ტვინ გადაბრუნებული ამაზე არ არის სადავო რამე ერთი და ორი პიროვნებას. მე ვამბობ თლიან მთელს ცივილიზაციაზე და მთელს ქართველობაზე მაქვს საუბარი. ხო და აი ეს წიგნი ჩემო ნიკოლოზ, ეს არის თეორიული მიდგომა რა დაემართა ქართულ ცივილიზაციას, რა საშიშროებები არსებობს, რა სიღრმეებია ჩადებული შიგნით. ეს არის ერთგვარი ფუნქცია აქ ამას იგივე ეპოთის. მე უბრალოდ ჩემ თავს ვერ მივეცი იმის უფლება რომ ამისთვის გვიმარა კი არა ეპოთი დამერქმი. ფაქტობრივად ეპოთია. ანუ ეს არის წიგნი, სიბრძნის წიგნი, რომელიც თუ კი რამე გააჩნდა ქართულ ადამიანს, ყველაფერი ამაშია ჩადებული სალექსო ფორმით. ეს არის 14 მარცვლიანი, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. 14 მარცვლიანი რითმიანი ლექსით დაწერილი მეგრული ტექსტი, რომელსაც თან ახლავს ქართული თარგმანი, იგივე 14 მარცვლიანი, მაგრამ ურითმ. მეგრულად წაკითხული უფრო სასიამოვნოა კითხველის ყურისთვის, ქართულად წაკითხული მართალია. მე ვცადე რომ ძალიან დიდი დრო შევალია ამას, მაგრამ მე სხვანაირად არ მქონდა უფლება მე ეს თარგმნე და რაღაც გარკვეულ დონემდე კითხველი რა თქმა უნდა გაიგებს, რა თქმა უნდა ესთეტიკურ დონეზე არის ბევრ შემთხვევაში, მაგრამ რითმა არ ახლავს და ამისი ძალა მე არ მქონდა. მე რომ ამისი ძალა მქონდა და მასიმ პირდაპირ ქართულად დავწერდი. ხოლო ქართულად რატომ ვერ ვწერ, ამაზეც გვილაპარაკნია. ამისგან დგას ჩვენი რაბინდრანათ თაგორი, რომელმაც ჩვენ აგვიხსნა რომ ლექსიას ერთადერთი ფენომენია, რომელიც ძუძუ ენაზე უნდა დაიმღეროს. მას სალიტერატურო განათლებით მიღებულით ვერ დაიმღერებ. ეხლა მაპატიებ ჩემი დიდი მშობლიური ენა ქართული, მაგრამ მე სკოლაში რომ ვიყავი, მეგრულად ლაპარაკობდით გაკვეთილებსა და გაკვეთილებს შორის, გარეთ როცა დავრბოდით, ხოლო გაკვეთილში რომ შევიდოდით, სალიტერატურო ქართული. ხო და ეს თითქმის უნივერსიტეტამდე მიმყვა ეს ტენდენცია. 2000-მდე ლექსი მაქვს ქართულად დაწერილი. არ იყო მაინც და მაინც ჩემს გულს რომ უხარდა და ყველა გავუშვი სანაგვეში. მე ყო ამისი ძალა და მე დავიწყე 78 წელს მე პირველად მეგრული ლექსის წერა და განთავისუფლდი იმ. ეხლა ზოგი მეწყვის აღა მეგრულად რატომ? აი რა ვთქვით, ჩვენ თუ მტკვარს მიუძგებით როგორც მდინარეს და გადაუკეტავთ ყველა შენაკადს, მაშინ მტკვარი დამერწმუნა რომ ვერ გაცდება, თბილისამდე ვერ ჩამოაღწევს. თუ ყველას გადაუკეტავთ, ისეა თუ ქართულს ჩვენ გადაუკეტავთ ყველა შენაკადს, როგორიც არის იგივე ლაზურს, გადაუკეტავთ მეგრულს, სვანურს, ფშაურს, ხევსურს, ისინი კი კარგად შემოდიან. თუ შურს, ჩინებული პოეტი, ჩვენი დაიგო იგივე ერთ-ერთად არაიძე, ხო გენიალურია. მტკვარი ვერ იქნება მტკვარი და ის ვერ გაცდება თბილისს რა. ამაშია საქმე და ქართული ჩვენ წარმოგვიდგენია მართლაც ძალიან ძლიერ სულიერ სივრცედ, მაშინ აი ის პროექტი პასუხობს ამას, იბერიული პოეზიის ანთოლოგია. ხო და აი ეს მასალები გვიმარაში არის ჩამოყალიბებული, სხვადასხვა აფხაზეთის ომისა ასახული.
ერთი საინტერესო რაღაცა მე ამისი სიუჟეტური ის მქონდა შეხების წერტილი არსებობს ამისი წარმოგიდგენიათ აი სცენა როდესაც ბიბლიაში არის ქრისტემ რომ განსდევნა ეშმაკეულები ლეგიონის სულიდან და ხორებში რომ შეუშვენ ესენი აშვოდნენ და გადაიხაფრნენ ხეობაში ეს ღორები დაახლოებით იგივე სცენა აფხაზეთის ომია ეს ჯვარი აქაურობას და საერთოდ ამაზე თემა მაგრამ მიცვალებულები მტრები ეს ნატანჯი ხალხი ყრია ერთმანეთზე დაყრილია და წასულები არიან ბენზინისთვის რომ ესენი დაწვან აყრალ და ზაფხულია მაგრამ წარმოიდგინიათ ჯაჭვები აიწყვიტეს უპატრონო ძაღლებმა რომლებიც სისწრაფის გამო აუხსნელი დარჩნენ და ალყა შემოარტყეს აი ამ მიცვალებულებს და ამ დროს მოდიან ღორები რადგანაც სუნიეცად ხონი მაინც ბენზული ცხოველია რაღაც ასეთი და ამათ შორის მიდის ხელჩართული ბრძოლა მიცვალებულისთვის და მოდიან მე აფხაზები და გადაასხამენ ბენზინს და ეს ღორები რომლებიც მიცვალებულებისგან ისწრაფვიან ის ძაღლები რომლებიც იცავენ აი ამ მოძალადე ღორებისგან მიცვალებულების გორას ალბათ ყველაფერი ჰაერში წავა და რაღაც ეს არის ერთ-ერთი სიუჟეტის სახით მოთხრობილი ჩვენს გვიმარაში ხო მაგრამ ერთი რაღაცა მინდა თქვა ფაქტობრივად ეს არის ბაზისი პოემა ოდოიასთვის თეორიული რა მარტო თეორია არ არის ბუნებრივია იმიტომ რომ ყველა სიბზნე რაც შეიძლება ქართველ კაცს გონებაში მოსულო და მე რაც ხელი მიმეწდა ამ წიგნშია განთავსებული და ყველა ამ სიბზნის განთავსება ოდოიაში შეუძლებელი იყო გამიგეძენიკა შეუძლებელი იყო იმიტომ რომ გამოვიდა და წიგნი სიბრძნისთვის წიგნი უნდა იყოს ფაქტობრივად თვითონ რაღაც გარკვეული ამბის გადმოსაცემად ხო და ახლა იყო პერიოდი როდესაც ინდოეთში მათემატიკას ქიმიას თუ ბიოლოგიას თუ რაღაც იყო ლექსად ირითმებოდა ნუ ახლა ასეთი პოეზია ვისრაში უნდა ხო აი ეს არის ძირითადი დამოკიდებულება ჩემი პოეზიის მიმართ განსაკუთრებით პოემა ოდოიაში და მეორე პოემას რომელსაც მე კარგი ხანია ვწერ მას ლაზარე ქვია ლაზარე შენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის ძნელი დიდი ასახსნელი არ არის რას წარმოადგენს ეს არის იგივე ქართული ცივილიზაცია ამ შემთხვევაში ზვიადთან არის გაიგივებული ზვიადის აღდგენებასთან და ზვიადის ბოლოს 3 დღეს ეძღვნება ეს პოემა როცა ის ძალიან ძიმე პერიოდში საქართველოში აი ამ დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ ოჯახში ჩანს აგერ ყურიზირას რომ არის ჭაქვინში ხურსკაიების ოჯახში რომ იყვნენ დაბანაკებულები განთავსებულები და იმ 3 დღის განმავლობაში ყველაფერი ქართულ ცივილიზაციაზე და საერთოდ კაცობრიულ ცოდნაზე დატრიალდება მის გონებაში იგივე ცნობიერების ნაკადის მეშვეობით და მოხდება ერთგვარი შეჯამება ერთგვარი შეფასება კაცობრიული ცივილიზაციის რას წარმოადგენს ეს ურთულესი რამ არის და ქართველთაგან დამერწმუნეთ რომ ზვიადზე უკეთესად ეს არავის არ შეეძლო არ ქონდათ ან არა აქვთ ის ცოდნა და ისეთი გამოკვეთილი ფიგურა ჩვენ არ აკლავს ფაქტობრივად გარდა ილიასი მე ვამბობ რომელსაც აი ამ თემაზე ასე ღია საუბარი შეძლებოდა და თვითონ ამ პიროვნების ჰაბიტუსი მე მაძლევს ამის საშუალებას რომ აი ასეთი მონუმენტური განსწავლული და ქურუმი პიროვნება წარდგეს შემდგომ რაღაც გარკვეული წლების შემდეგ ქართველი და თუ მოგეცემა იმდენი საშუალება უფრო ფართო საზოგადოებით ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი დიდი მადლობა პირიქით გადაცემა თეზისი ერთი კვირით გემშვიდობებად მომავალ შეხვედრამდე